ბოლო ინფორმაცია მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმიტომ რომ მისმა კოლეგებმა ინტერვიუში არ დამალეს და თქვეს, რომ მზიას ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს გარკვეული და 11 დღის განმავლობაში შიმშილობა, შემთხვევაში ძალიან დამატებითი, ასე ვთქვათ, ტვირთი ხდება მისი მდგომარეობის იზოლირებულ მდგომარეობაში, როგორ არის მზია? ვიცით რომ ხნეთ არის ბოლო ინფორმაცია რაც მეც ვნახე ნიკა გვარამია იყო დღეს შესული და ზუსტად რამდენიმე საათის წინ გავეცან იმის კომენტარს როცა დატოვა ინტენსიური და განყოფილება მან თქვა რომ მზია განიცდის მოწოდებას შიმშილის შეწყვეტაზე რომ მისთვის ტრამვულია ასეთი ტიპის მოწოდებები მე წავიკითხე იმგვარად რომ ის არ აპირებს ამ პროტესტის ამ ფორმაზე უარის თქმას და გთხოვს რომ ყველა ჩვენგანმა გავაგრძელოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის შესრულება. ასე წავიკითხე, იმიტომ რომ ნიკას მეტი არაფერი უთქვამს, მაგრამ მე როგორც მივხვდი, მზია არ აპირებს რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ჩვენ თვითონ ის ფაქტი, რომ ის შიმშილობს, გვიან გავიგეთ, საკმაოდ გვიან. ეს ალბათ მისი გადაწყვეტილება იყო, რომ არ ყოფილიყო ცნობილი, იმიტომ რომ ესე დემონსტრაციულად არ დაუწყია. ალბათ ეს იყო მისი პირადი შინაგანი პროტესტი და ყველაზე რაც შეეძლო რომ გაეკეთებინა, ალბათ იყო ეს, იმიტომ რომ დაკავების მომენტიდან მას წყლის გარდა არაფერი მიუღია. დიახ, მზიას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ვიცით რომ სისუსტე თავისთავად იქნება, მაგრამ ის არის მხნეთ და აგრძელებს შიმშილობას და ამ ფორმით აპროტესტებს მის უკანონო პატიმრობას, რომელიც რა თქმა უნდა უკავშირდება მის პროფესიულ საქმიანობას. მზიას შესახებ ბევრი თქვა ამ სტუდიიდანაც და პრინციპში ბევრი საუბარიც არ არის ჩვენი მხრიდან საჭირო მის მიერ გაკეთებული საქმე და პროფესიული გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რამდენად მაღალი კვალიფიკაციის და ჟურნალისტური პროფესიული ეთიკის სტანდარტის მატარებელი ჟურნალისტი არის მზია. ამ შემთხვევაში აშკარად რაც კიდევ უფრო მეტად ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რამდენად მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების და შეუპოვრობის ადამიანი აღმოჩნდა. ხო, იმიტომ რომ ყველას არ აქვს ამის ძალა, ყველას არ აქვს ამის უნარი, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგას. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან უსამართლო მოპყრობას აქვს მასთან მიმართებაში ადგილი. მე რას გულისხმობ ამ შემთხვევაში, შეიძლება მართლაც მოხდარიყო ისეთი რაღაცა, რომ რასაც რეჟიმის პოლიცია აკეთებს ბოლო თვეების განმავლობაში და როგორადაც იქცევა, რთულია რომელიმე მეთოდი ადამიანმა გამორიცხო მათთან დაპირისპირების, მით უმეტეს, როდესაც ყოველდღიური საფრთხის წინაშე არიან ჟურნალისტები, ჩვენი კოლეგები, ოპერატორები, სახიძვლებ დამტვრეული ადამიანები, ლამის ხერხემალში გადამტვრეული ხალხი და ასე შემდეგ, ხო? აი გადარჩენილები ვართ, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასე ვთქვათ, ეს გაყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ აქ მსგავსიც არაფერი ისეთი არ ყოფილა, ხო? ყველა მიცის რაც მოხდა, თავად იმ ფაქტის უარყოფას არც არავინ აპირებს, უბრალოდ აქ საუბარია სამართლებრივ შეფასებაზე და აბსოლუტურ სიცარიელეზე სიმძიმის თვალსაზრისით დამცინებს. რატომ ამოიღეს ასე მიზანში მზია და მისი რამდენიმე კოლეგა, როდესაც ასე დაუნდობლად ქალ ჟურნალისტს ეპყრობიან? ქართულ ოცნებას აქვს პოლიტიკური მიზანი. პოლიტიკური მიზანი არის ის, რომ გვანახოს ყველას, რომ დამოუკიდებელი სიტყვა, კრიტიკული და მიუკერძოებელი სიტყვა და რეჟიმის კრიტიკა ისჯება ამ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში 11 იანვრის ქრონოლოგია, თქვენ როგორც ახსენეთ, ხო, ეს კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია. იქამდე რა მოხდა? მზია პირველად დააკავეს უკანონო სტიკერის გაკვრის გამო, საერთოდ არ არის ის ქმედება, რომელიც დაპატიმრებას ექვემდებარება, შეიყვანეს, შემდგომ გაათავისუფლეს ხელწერილი საფუძველზე. ჩვენ როგორც ვიცით, დაპატიმრების დროს მან ნახა იქ, როცა იყო ადგილზე არაერთი ძალადობის ფაქტი, რა თქმა უნდა, ეს ნორმალურ ადამიანს ააღელვებს, მდგომარეობაც შეიძლება მძიმე კონდეს ემოციური ამის გამო, ხო? გამოსულზე იქ ისევ ნახა არაერთი უკანონო დაპატიმრების შემთხვევა და შემდგომ აი ამ ემოციური ფონის გამო ეს იყო შეურაცხყოფილი მოქალაქის შემოქნეული ხელი, ხო? როგორ შეიძლება ეს თავდასხმად შეფასდეს, როცა გარშემო იყო პოლიციელებით მთლიანად სავსე იყო ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებით, იქ შეუძლებელი იყო იმგვარი თავდასხმა განხორციელებული იყო, რომ პოლიციას ხელი შეეშალოს, ან რამე საფრთხე შექმნოდა, ხო? ეს არის შეურაცხყოფილი მოქალაქის რეაქცია, რომელიც შეიძლება დაემართოს ნებისმიერს, მართლა მე მჯერა, რომ ადამიანები კარგად ხედავენ ამ სიტუაციას და კითხულობენ. როცა ზედმეტი არ არის, თქვა რომ შეურაცხყოფილი ქალის, ხო? როდესაც მას მამაკაცი შეურაცხყოფას აყინებს, ლანძღავს, ჩვენ ვიცით, რომ შემდეგ უკვე კიდე სხვა სახის გებუაძე ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეს იყო რეაქცია შეურაცხყოფილი ადამიანის, რომელსაც გარშემო პოლიციელები იდგნენ. ახლა შეუძლებელია, რომ იქ მზიას, იმიტომ რომ
ბრალისთვის, სისხლის სამართლის ბრალისთვის, ახლა იურისტები უკეთ განმარტავენ, მაგრამ ადამიანურთაც რომ მოვთარგმნოთ, ბრალისთვის აუცილებელია რომ განზრახვა იკითხებოდეს, ანუ მას უნდა ქონოდა განზრახული, რომ ხელი შეეშალა მისი საპოლიციო ღონისძიებების გატარებაში. ეს იყო უბრალოდ საუბრის დროს შეურაცხყოფილი მოქალაქის რეაქცია და ხელი შემოუქმნია. მით უმეტეს რაიმე ისეთი ზიანი მიეყენებინა ჯანმრთელობისთვის. კი, იმგვარ ბრალს, რასაც ამბობენ, რაც წაუყენეს ხო, ეს პოლიციელზე თავდასხმა, რომელიც ძალიან ყვირის ეს სიტყვა, ის ზიანი, რომელიც თავადაც აღწერა პოლიციის უფროსმა, რომ სიწითლე ქონდა და ტკივილი იგრძნო, სისხლის სამართლებრივი დევნისთვის არის კომიკური და ამას ამბობს ყველა მიუკერძოებელი იურისტი და აღიარებს სახალხო დამცველის, რომელმაც თეთრით ჩავზე თქვა, რომ ბრალი, რომელიც წარედგინა იმ ქმედებისთვისაც მას აბრალებენ, არის გაზვიადებული და არის არაადეკვატური.